2012 წლის ბოლომდე საქართველოში ყველა ბავშვთა სახლი მცირე საოჯახო ტიპის სახლებად გადაკეთდება. რეფორმის შედეგად უკვე 20-მდე ახალი სახლი ფუნქციონირებს, სადაც მზრუნველობას მოკლებული ბავშვები ცხოვრობენ. ჩვენ ერთ-ერთ მათგანს ვესტუმრეთ, რომელიც საქართველოს კარიტასს ეკუთვნის. კარიტასის მთავარი მიზანი ადამიანური რესურსების განვითარება და მოსახლეობის გაჭირვებული ფენების დახმარებაა. ამ სახლში ვცხოვრობ 7 წელია და ძალიან კარგი სიტუაციაა, მეგობრული, ოჯახური, დაძმასავით ვართ ერთმანეთთან და არანაირი ის არ არის კონფლიქტი, რა თქმა უნდა არის, მაგრამ ისეთი რომ დაჭმა და ეგეთი რაღაცები არის მიუხედავად იმისა, რომ მე სულ არ ვიცნობ იმას. ხო, ბევრი ახალი შემოსულა და როგორც და ისე მიგვიღია და არაფერი ისეთი არ ყოფილა. ინგლისურზე დავდივარ თექაზეც და ინგლისურს რაც შეიძლება მინდა რომ ძალიან კარგად ვისწავლო. ყოველთვის ვცდილობ ან რამე წიგნი გადავაქსევსო, აი მოვიძიო, ვინც რა იცის, ან Facebook-ზე დავიმატო უცხოელი, რომ ველაპარაკო და მინდა რომ ვიზაჟისტი გამოვიდე და მქონდა სტაბილური სამსახური, რომ მე თავის რჩენა შევძლო რა. თექაზეც ისეთი დიხანიაც დავდივარ და ასე თუ ისე რაღაცა ვისწავლე უკვე. და მაქვს ჩემი საკუთარი ნამუშევრები გაკეთებული. მომავალში ვაპირებ ან მინდა ინგლისური შესწავლა და მინდა რომ უცხო ქვეყანაში გამიზიარო კონკრეტულად ნიუ-იორკში, ან ჩემი ოცნების ქალაქია და თავისუფალ დროს ვატარებ მეგობრებთან ერთად უფრო ხშირად. ანუ შევიკრიბებით ერთ ოთახში და ვჭორავთ რაღაც არმებზე. საკმაოდ კარგი სიტუაცია გვაქვს, მაგრამ ხანდახან ხდება ხოლმე ისეთი რაღაცები, როგორც ყველა ოჯახში, ხანდახან ვჩხუბობთ ხოლმე. ანუ მე ესე ვიგდებით რა. ყველაფერი კარგადაა. ათამდე თინეიჯერი, რომლებსაც შევხვდით, ჩვეულებრივ საჯარო სკოლებში სწავლობენ. დროის დიდ ნაწილს კი საცხოვრებელ სახლისა და კარიტასის ტერიტორიაზე ატარებენ. აქ ისინი სწავლობენ ცეკვას, უცხო ენას, ხესა და თექაზე მუშაობას, ჭედურობას და სხვა. ძირითადად ურთიერთობა ერთმანეთთან აქვთ. ძირითადად რითის საქმიანობ, უფრო სკოლაში და კოლეჯში დავდივარ. ანუ იმდენი დრო არ მრჩება, 6-ზე მოვდივარ ხოლმე სახლში, იმიტომ რომ კოლეჯი გვიანობამდე გვაქვს და ისე კომპიუტერი და ტელევიზორით ვერთობი. და მომავალში ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ ვიყო სასტუმროს მენეჯმენტზე ჩავაბარო. ვაბარებ პრინციპში, მაგრამ რომ მაგაზე გავაგრძელო უფრო სწავლა. რა იმედია გამომივარ, ამით თუ არ გამომივარ და რა უყვე. ძალიან მეგობრული ურთიერთობა გვაქვს. რავი, რაც შეგვიძლია ერთმანეთს ვეხმარებით ხოლმე. ჩემი ოცნება ისაა, რომ მქონდეს ჩემი საკუთარი სახლი და ჩემი საკუთარი პროფესია. ჩემი ოცნება, რა თქმა უნდა, მქონდეს სახლი და იმედია შევძლებ, მაგრამ ბევრი რამეა საჭირო ამისთვის. ჩემი ყველაზე დიდი ოცნება რომ საკუთარი სახლი მქონდეს. მე რაც თავია დედაჩემს დავეხმარო. რაც დამაკლა ვაპირებ ყველაფერი ავინაზღაურო, რაც მან მქონდა პატარობაში.